1-3 დღეში ახლა გურიაში წავალ იქ არის ოპტავოი პატარა მაღაზია ვიყიდი 5 კილო კარტოფილს, 1 შოკოლის წყვილს. Короче, მარა მე უცხოეთში მყავს გოგო. შენ რა გონია გული მტკივა? გოგო, ყავს უცხოეთში, რომელიც გვაფინანსებს ევროპაში, არა, იქედან, კანადაში. იქიდან მაფინანსებს ელექტროენერგიის გადასახადი, გაზის გადასახადი. ყველაფერი გადასახადი. ზია? თან აგზავნის 1000-1500 რა საჭმელი გოგინო. ოჯახში ვარ მე და მეუღლე და კიდე ერთი გოგო. აგი რო არ იყოს ის რომ ემიგრანტებს ახლა თან შეუზღუდეს საარჩევნო ხელისუფლება, ამაზე რას ფიქრობ? შეუზღუდავდნენ, მაგრამ რასიზამდი 90% ემიგრანტი წინააღმდეგი ხო მთავრობის. უკვე თვითონაც ვერ აკონტროლებენ იმას, რაც ხდება. ქაოსია ძმაო ქვეყანაში. არ არსებობს ქვეყანა ძმაო, არ არსებობს, სადაც პარლამენტართან შედარებით პენსიონერს ჰქონდეს 30-ჯერ მეტი ხელფასი, ხო? 12-დან 17,000. კი, აი თქო 14,000 ლარია უკვე ხელფასი პარლამენტის თავმჯდომარეს. აქ 1400 ხომ უნდა იყოს, 10% მაინც რომ უნდა იყოს. აქ 1400 ნახდათ უნდა იყოს გემონდელ ცხოვრებაში. Короче, კვერცხი გავაიაფეთო. კვერცხის გარდა და დანარჩენი ყველა პროდუქტები რა თქმა უნდა გაძვირდება. გლეხკაც უჭერს, რომელიც უბრალოდ პენსიონერს უჭერს. ხო და პირიქით ელოდა ეს ხალხი. 20 ლარის მომატება, короче რა. არ გაქვთ იმედი რომ გაიაფთება ეს აკვე პროდუქტები, შექმნილია კომისია პარლამენტში, რომელიც სწავლობს ამ საკითხებს. რა თქმა უნდა არ მაქვს. პირიქით გაძვირდება ძმა. ყველაფერი დამოკიდებულია საწვავზე და ელექტროენერგიაზე. ელექტროენერგიის გაძვირება რამოდენიმე დღეში აისახება. ახლა ნებისმიერ პროდუქტს